ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ იმედზე დემოკრატიულობის. და ჩვენ ყოველგვარ იმედზე იმისა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვართ. უნდა გაუწწოროთ თვალი რეალობას და ეს რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით სრულად გაფორმებულ ავტორიტარულ სისტემაში, გინდ დიქტატურა დავარქვათ, სადაც ახლა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ინტერესების გამტარებელი სისტემა, ანუ დემოკრატია. ეს არის. და ანუ ყველა ახალ შეზღუდვაზე თუ ახალი შოკი მივიღეთ. არა, მგონი აღარცაა ეს შოკები უკვე. აი, არა ვარ დარწმუნებული რა, მე რო უყურებ ახლა სოციალურ ქსელში რეაქციებს რა. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეგრე არ არის. ყველა ახალ შეზღუდვაზე ახალი შოკი, რომ უიმი ამას არ ველოდით. არა, ყველაფერს ველით უკვე და ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ აი არავითარი იმედი აღარ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ახლა რაღაც პატარა ვიღაცას რაღაცა კანონის უზენაესობის პარადიგმას და მოთხოვნებს ანგარიშს გაუწევს, რომ ვიღაცას შეთითხნილი ბრალით არ დაიჭერენ და ზოგჯერ არც თითხნიან, უბრალოდ იჭერენ, ყოველგვარი მტკიცებულებზე ისე ციხეში სვამენ. ამის იმედი ჩვენ უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვართ აი ამ იმედის არარსებობის პირობებში და აქედან უნდა დავიწყოთ უკვე მოქმედება. და ეს რთულია მესმის, არსებობს ერთი მხრივა ეს უკმაყოფილება, მეორე მხრივა ეს ურესურსობა, მაგრამ სწორედ აი ამ უკმაყოფილების შეკავშირებით და იმის გაცნობიერებით, რომ არ არსებობს რაღაცა ციდან არ მოვა დახმარება და რაღაც იმიდან ბრიუსელში და ვაშინგტონში არ გადაწყდება საქართველოს ბედი და ჩვენ თვითონვე უნდა გადავწყვეტოთ ეგ ბედი. აი ამის გაცნობიერება არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ დემოკრატიული სისტემა.